ბოლო დღეებში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტის ბოლო საჯარო გამოსვლებში შეინიშნება გარკვეული პოზიტიური მომენტები, მე ვიტყოდი გარკვეული ინიციატივებიც კი მისი მხრიდან, ამიტომ ჩვენ ყოველთვის სად ვიყავით კონსტრუქციული ურთიერთობისთვის და დაუყოვნებლივ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. გუშინ კიდევ იყო გარკვეული წერილობითი შეხმიანება ერთმანეთთან, ბოლო რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა გუშინ საღამოს, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი პოზიციები იმ თემაზე თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა თანამდებობით უნდა ვიაროთ, ცნობილია პრეზიდენტისთვის, მან გამოთქვა მზადყოფნა ამ თემებზე დიალოგისთვის, როგორც ჩანს აქვს ინიციატივებიც. ამიტომ დღეს საღამოს შედგება შეხვედრაზე იქნებიან პრეზიდენტი, უმცირესობის ლიდერი, ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტის ბატონი დავით ბაქრაძე და მე. ამ შეხვედრაზე განვიხილავთ ერთი მხრივ ყველა საკითხს, რაც აინტერესებს პრეზიდენტს, მის გუნდს. ამასობაში ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, პროგრესს ცენტრალურ საკითხზე, იმ კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელზე შეთანხმებაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით. პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ ის პრინციპში მზად არის. ამიტომ ეს მზადყოფნა კონკრეტულად რაში და როგორ გამოიხატება, ამას დღეს გავაკეთებთ. რომ მზად არის თავისუფლებამოსილების შეზღუდვაზე, ოღონდ ქუთაისში პარლამენტის ადგილმდებარეობა, ეს არის პრინციპული საკითხი ნაციონალური მოძრაობის. ეს ორი საკითხი არის. საგანი ხო არ გახდება ეს? ეს ორი საკითხი სრულიად შეგნებულად უმრავლესობის მხრიდან არის ინიცირებული სხვადასხვა კანონპროექტებით. სხვადასხვა ქაღალდზე წერია ქუთაისი-თბილისის თემა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების თემა. ეს კანონპროექტები ცალკე რეჟიმში განიხილებოდა და მათ ცალკე ეყრება კენჭი. ამიტომ ერთ საკითხზე შეთანხმების ვერ მიღწევა არ ნიშნავს ავტომატურად მეორეზე შეთანხმების არ მიღწევას. ამ პირიქით. ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობისგან, პრეზიდენტისგან პირველ რიგში მთავარ პოლიტიკურ საკითხზე გვინდა შეთანხმება. ესაა პრეზიდენტის უფლებამოსილების თემა. დანარჩენი თემები მიმდინარე პროცესში გადაწყდება და ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმოუდგენია. არ ვიცი, მე ვთვლი რომ საბედნიეროდ, ის თვლის რომ სამწუხაროდ, იმიტომ რომ უმრავლესობაში ახლა სხვა ხალხია. გასაგებია მათ პოზიციებს ჩვენ მოვისმენთ ყურადღებით ყველა სხვა საკითხზეც. მაგრამ ეს თემები კიდევ მერე სხვადასხვა ქაღალდზე წერია და მათი ასე ორგანულად გადაბმა ერთმანეთზე, კანჭისყრა ყველა შემთხვევაში ცალკე იქნება ყველა თემა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თუ კი ნაციონალური მოძრაობაც მხარს დაუჭერს უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო პროექტს, ამის სანაცვლოდ თქვენ დათმობთ იმ ინიციატივას, რომ ქუთაის ადგილმდებარეობას ეხება. ანუ არა, ეს ასე მარტივად არ არის ეს საკითხები. უმრავლესობა არაპირებს თავის უფლებამოსილებაზე უარის თქმას ზოგადად. რომ მიიღოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე. უმცირესობა და ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ მას შეუძლია საკითხების დასმა, გარკვეულ თემებზე თავისი არგუმენტების გამოთქმა, მაგრამ მერე გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა. ამიტომ თბილისი-ქუთაისის თემა ეს არ არის იმ დონის პოლიტიკური საკითხი და ისე საჩქარო საკითხი, ნებისმიერ შემთხვევაში რუსთაველზე პარლამენტის შენობის გარემონტებას და მის წყობში შეყვანას სჭირდება 6-7 თვე. ამიტომ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება უმცირესობასთან შეთანხმები თუ შეუთანხმებლად ეს არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ ამის გამო არანაირ პრობლემას არ გვქონით და არ ვიჟინებთ რაღაც თემებზე. საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს განცხადებაში კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ, სხვა შორის გუშინ გავიდა ის დრო, როდესაც ყველა ფრაქციას უნდა წარმოედგინა შენიშვნები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის დოკუმენტზე, რომელიც მან 3 კვირის წინ გაუგზავნა ყველას, მათ შორის უმცირესობის წარმომადგენლებს, იმის თაობაზე, რომ პარლამენტში შევთანხმდეთ და მივიღოთ ინტერფრაქციული შეთანხმება საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ანუ შინაარსზე შევთანხმდეთ პირველ რიგში პოლიტიკური რეზოლუცია მივიღოთ ამ თემაზე.
და ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ განცხადებაში იმასაც მიანიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემთხვევაში, რომელმაც ბევრ სხვა თემაზეც უნდა იმსჯელოს, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, თუ კი ეს იქნება დასაბუთებული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ასევე მოწონებული იდეა, რეკომენდირებული იდეა, კონსტიტუციის პრეამბულაში ქართველი ერის ისტორიული არჩევანი ევროპული მისწრაფების და ევროპული კულტურის ნაწილის და ზოგადად ამ თემებზე აისახოს. ეს არანაირ ისეთ დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არის გარკვეული საკითხის ასე დაყენება უმცირესობის მხრიდან, ამიტომ ჩვენ ახლა არ ვაპირებთ ასეთ დეტალებში შესვლას და იმის კვალიფიცირებას, ეს ჭირდება ქვეყანას თუ ახირება, თუ დავინახეთ, რომ ამით საქმე არ ფუჭდება, ამით კონსტიტუცია არ კნინდება, ეს ზოგადად მისაღები და მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, რა პრობლემაა? იქაც შეიძლება რაღაც ჩაიწეროს.